სამეგრელოში გავრცელებული გვარების წარმოშობის ისტორია. სად იღებს სათავეს თქვენი გვარი? ისტორიკოსის და მკვლევარის აბესალომ ტუღუშის გამოუქვეყნებელი მასალები რადიო ათინათის რუბრიკაში გვარის ისტორია. ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს 8 საათსა და 5 წუთზე. დილა მშვიდობისა, თოლორაია, ამ გვარის წარმოშობაზე გიამბობთ. თოლორაია თიკუნური წარმომავლობის გვარსახელია. მასში გვაქვს საზოგადო სახელი თოლი, რაც მეგრულად ნიშნავს თვალს. თოლორა კი ნიშნავს თვალიანს. თოლორა თიკუნია ზედმეტი სახელია და როგორც ჩანს დიდ თვალება, ლამაზ თვალება გამორჩეულ კაცს ან ქალს დაერქვა. მის შთამომავლებს კი გაუგვარდათ. თოლორაიების ძირი სოფელი ნაცატუა, რომელიც ადრე როგორც მისი სახელიდან ჩანს სატავების სამკვიდრებელი იყო. ამიტომ თოლორაიების იმ წინაპრის გვარი, რომელიც თიკუნიდან მომდინარეობს, შესაძლოა სწორედ სატავა იყო. მაგრამ თუ კი ეს მართლაც ასეა, მას მე-17 საუკუნემდე გაცილებით ადრე უნდა ეცხოვრა, რადგან გვარი თოლორაია ამ ხანიდან ჩანს წყაროებში. 1639 წლის შეწირულობის წიგნში ლევან მეორე დადიანისა იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრისადმი მოხსენიებულია ვაწმუნთაი თოლორაია და მისი 4 ძმა, რომელნიც როგორც ჩანს ერთ კომლად ცხოვრობდნენ და რომელთაც ამ მონასტრისათვის დაეკისრათ ყოველწლიური გადასახადი. 1886 წელს დაბადებული კიცი გეგეჭკორი, რომელიც ამ სოფელში თოლორაიებთან ყოფილა გაძიძავებული, გვაუწყებს, რომ კორცხელის თემის სოფელ ნაცატუში მხოლოდ თოლორაიები სახლობდნენ. დაახლოებით 100 კომლამდე სხვა გვარი არ ერიაო, მაგრამ ეს ცნობა არ უნდა იყოს სწორი, რადგან 1884 წლის საკომლო სიებში ნაცატუსი სხვა გვარის მცხოვრებლებზეც არის დაცული ცნობები. თოლორაიები ცხოვრობდნენ მეზობელ სოფლებშიც, კორცხელსა და ნაწულუგუში, სადაც ისევე როგორც ნაცატუში გარკვეულ უბნებს ჰქვია სათოლორაიო. თოლორაიების საგვარეულოს ისტორიის ამსახველი მე-18 საუკუნის დოკუმენტური მასალები დღეისათვის სამწუხაროდ არ მოიპოვება, მაგრამ ამ ხანის დოკუმენტების დამუშავებისას შეიძლება აღმოჩნდეს. ხოლო რაც შეეხება მე-19 საუკუნის დოკუმენტებს, მათში ბუნებრივია თოლორაიების საგვარეულოს ისტორიის ამსახველი მეტი მასალაა შემონახული. არსებობს საისტორიო გადმოცემა თოლორაიების აფხაზეთში დამკვიდრების შესახებ. ეს გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ნაცატუელ ღვავშკურა თოლორაიას 3 ვაჟი ჰყავდა. ერთი მისი ვაჟთაკანი მოუტაცნიათ და ცხომში ტყვეების ბაზარში ყიდნენ თურმე. ცხომში ცხოვრობდა ღვავშკურას და მას გაუგია მისი ძმისშვილი, რომ ცხომში ტყვედ იყო და იყიდებოდა. მამიდა მისულად ძმისშვილი უყიდია და მერხეულში დაუსახლებია. დღეისათვის თოლორაიების რაოდენობა მთელ საქართველოში 1102 კაცია. აქედან ზუგდიდში 559, თბილისში 153, ქუთაისში 5 კაცია დაფიქსირებული. არიან სხვაგანაც.